ვიფიქროთ თუ რა ეს გადაწყვეტილება როგორ იმოქმედებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ რეგიონის განვითარებას და ასე შემდეგ. პარლამენტს 9 ახალი დეპუტატი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში. ახალი წევრების შესვლა მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ გახდა საჭირო. ახალ დეპუტატებს შორის პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, თამას ჩიოლაშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ფიდონ საყვარელიძე და კოალიცია ქართული ოცნების 6 წარმომადგენელი იქნება. მიისწრება დანიშნულ ყოფილ დეპუტატებს პარლამენტი უფლებამოსილება 7 ნოემბერს შეუწყვეტს, რის შემდეგაც ახალი წევრების სია ცესკოს გადაეგზავნება. სავარაუდოდ ახალ დეპუტატებს 9 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. დეპუტატობის კანდიდატი ამჟამად დაიკავებს იმ მთავრობის წევრთა ადგილებს, რომლებიც უკვე დღეიდან აქტიურად შეუდგნენ მთავრობაში მოღვაწეობას. 9 ნოემბერს იმ 9 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. მათ შორის გახლავართ მეც, გიორგი ცაგარეიშვილი, არის კიდევ თავისუფალი დემოკრატი ბატონი თამას ჩიოლაშვილი, არის ფიდონ საყვარელიძე რესპუბლიკური პარტიიდან და 6 წარმომადგენელი არის პარტია ქართული ოცნებიდან.